ზოგადად unboxing-ის ვიდეოებს ძალიან იშვიათად ვდებ ხოლმე, მაგრამ ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა თქვენთან ერთად უნდა ვნახო, რა მოხელე ნაჩალნიკია Kaiser-ის ეს მოდელი. Unboxing-ს იმიტომ ვაპირებ, რომ მაღაზია მედანემ გამომიგზავნა და მაჩუქა ეს დანა და პირველ რიგში დიდი მადლობა მათ ამ ყველაფრისთვის და მეორე ის არის, რომ Kaiser-ი ზოგადად როგორც ბრენდი, მათგან გავიცანი და არაერთი მოდელი მაქვს მათთან შეძენილი, ხო და ერთ-ერთი მატებაა ჩემს კოლექციაში და ჩემი დანების დიდ ოჯახში, ასე რომ წავიდეთ ახლა და გავხსნათ და შევხედოთ როგორი რა არის. წავიდეთ. მოკლედ ეს არის ბრენდ Kaiser-ის ჯიბის დანა, მოდელი პარაკეტი. დამზადებულია ჩინეთში, დამზადებულია საკმაოდ ნორმალური მატერიალებისგან და დანას რა მოვიღებთ, მე ცოტა მეტი შეგვიძლია ვილაპარაკოთ ამ ყველაფერზე. შეფუთვაში დევს აი ასეთი განლაგებით. ნუ ეს dear customer, რაღაცა მისალმება, რაღაცა ლამაზი ბრენდისგან ლამაზი ჟესტია. როდესაც ესე ზრუნველობით ახსავს ეს წერილს იგზავნიან. თვითონ დანადევს. მოყვება ესეთი უმშვენიერესი საწმენდი, ესეც ბრენდირებული. და რა თქმა უნდა, სტიკერი, რომლითაც უკვე ბევრი რაღაცები მაქვს, ასეთი და მსგავსი სტიკერებით გადასტიკერებული და ესეც აგერ ჩემს ლეპტოპზე დაიკავებს საპატიო ადგილს. მოყვება დამატებითი შურუპები, იმიტომ რომ ეს პრობლემურია ყოველთვის. შეიძლება დაიკარგოს და როდესაც ესეთი სათადარიგოები გაქვს, ძალიან კაია. ეხლა გადავიდეთ უშუალოდ დანაზე, ასეთ მარტივ შეფუთვაში დევს. და ვახ გემრიელად სასიამოვნო მომცრო ზომის არის. მოკლედ, ეხლა რაშია საქმე? ეს არის მოდელი პარაკეტი, როგორც თქვით, და საინტერესო აქვს ის, რომ არის button lock-ზე. რომ გავიხსენოთ button lock-ი რა არის, ეს არის ჩამკეტი, რომელსაც აქვს ღილაკის ფორმა. ანუ ღილაკი არ ემსახურება დანის გაშლას, ღილაკი ემსახურება დანის დაფიქსირებას და შემდგომში ჩაკეტვას. ანუ გავხსენით დანა და ღილაკზე ხელის დაჭერით ხდება მისი დაკეცვა. ეს არის და ეს. ხო, რაც შეეხება აქ საინტერესო მომენტებს არის მისი გამჭვირვალე ტარი, ესეთი ძალიან ლამაზია და შიგნიდან სკილეტი ჩანს. მთლიანი სკეილები და ყველაფერი დანის, მთელი კარკასი და კორპუსი. ასევე ყურადღება მისაქციევა ისიც, რომ სრულიად გამჭვირვალეა, ანუ არ აქვს backspacer-ი და არაფერი არ იკავებს აქ ადგილს და ყოველდღიური დანისთვის ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ჯიბეში რო გიდევს 1000 რაღაც მტვერი შედის შიგნით, ანის შედის და აი ამ შემთხვევაში მისი გაწმენდა და გასუფთავება ბევრად უფრო მარტივია, სხვათა შორის გარეცხვაც, იმიტომ რომ ბევრად უფრო ადვილად შრება, როდესაც გამჭოლია კორპუსი. ეხლა გადავიდეთ უშუალოდ სპეციფიკაციებზე და ეგეთი ამბავია აქ. ფოლადი არის Nitro V, საკმაოდ კარგი თანამედროვეობაში უკვე გამოცდილი, ახალი თუმცა უკვე გამოცდილი ფოლადია და ძალიან ბევრი ჩინური კომპანია იყენებს ამ ფოლადს. და ხმარებაშიც უკვე გამომდგარი ტიპია, კარგად ინარჩუნებს პირს, ადვილად ილესება და ასე შემდეგ. უშუალოდ სპეციფიკაციებზე რომ გადავიდეთ, დაახლოებით 15-14 და რაღაცა არის სიგრძე სრული. აქედან 6.5 სანტიმეტრი არის პირი. პირის სიგანე არის დაახლოებით 2.5 სანტიმეტრი. პირის სისქე არის 2.8 მილიმეტრი. ყოველდღიური დანისთვის საკმაოდ საყვარელი კომპაქტური ზომა. კარგი ძაღლო, კარგი, ჩამაწერ რაღაცა დამაცადებლიათ. მოკლედ ეგ იყო და ეგ. თუ Kaiser-ი როგორც ბრენდი გაინტერესებთ, თუ თვლით რომ თქვენს ყურადღებას იმსახურებს, პირდაპირ რეკომენდაციას ვუწევ, რომ მიაკითხოთ მედანეს, აქვთ უამრავი კარგი მოდელი. დაბალი საფასო კატეგორიიდან პრემიუმ კატეგორიამდე, იმიტომ რომ Kaiser-ი ყველა კატეგორიას ფარავს და მიაკითხეთ, გაეცანით ბრენდს, თუ სრული გექნებათ შეიძინეთ
და სამწუხაროდ ვერ ვლინკავ აღწერაში მედანეს, მაგრამ აუცილებლად გავაკეთებ მათ mentions, ასე ვთქვათ, რომ მაინც გადახვიდეთ მათ TikTok-ზე და ნახოთ რა და როგორ არის მათთან. ეს იყო და ეს. მადლობა.